ის ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook Live-ის ერთგულო მაყურებელო, ეთერშია პროფესიული განათლების ნავიგატორი, მე მისი წამყვანი თაისი ბოშვილი გახლავართ. ჩვენ უკვე მეოთხე სეზონს ვიწყებთ კომერსანტის ეთერში და ვსაუბრობთ პროფესიული განათლების შესახებ. დღევანდელი თემა, როგორც უკვე დაანონსებული იყო, პროფესიული განათლების წარმატების მაგალითებზეა. ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი თემა და სხვადასხვა კოლეჯებიდან ვიწვევთ წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს ესა თუ ის პროფესია და ახლა უკვე თავად გადასცემენ ცოდნას მოსწავლეებს, ან უკვე დასაქმებულები არიან საკმაოდ წარმატებულ კომპანიებში, ორგანიზაციებში. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ბედობა დღეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია, მისი ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ჯანჯალია და ამავე კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი შოთა ბიჭიაშვილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობას. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, რადგან პირველი სტუმრები ხართ ამ წელს ჩვენს გადაცემაში. დღეს ძალიან საინტერესო თემით ვართ. და უნდა ვისაუბროთ წარმატების მაგალითებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, არაერთი აქვს თქვენს კოლეჯს, ბატონო მამუკა. მე კარგად ვიცნობ თქვენ კოლეჯს და ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია პროფესიულ დაწესებულებებში და კონკურსი არის ხოლმე განსაკუთრებულად მაღალი თქვენ კოლეჯში. თქვენი კოლეჯი არის მონოპროფილური. მოდით უფრო ცლად რომ ვისაუბროთ თქვენი კოლეჯის შესახებ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი მაღალია, მაინც საჭიროა, რომ ახალი სისხლი მოვიდეს და ყოველწლიურად უფრო გაიზარდოს მიღება ასეთი ტიპის პროგრამებზე. მოდით გვესაუბრეთ ამ პროგრამებზე, რა პროგრამებს ახორციელებს ძირითადად კოლეჯი და განსაკუთრებით პოპულარული აი ამ ეტაპისთვის რომელი პროგრამებია. მოგესალმებით, დიდ პატივისცემას გისდასტურებთ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი. 2025 წელს მინდა თქვენს რადიო მსმენელებს და Facebook მაყურებლებს მიულოცო. 2025 წელი ბედნიერების, ჯანმრთელობის, სიუხვის და ბარაკის მომტანი ყოფილიყოს მთელი საქართველოსათვის. რაც შეეხება თქვენ ისეთი კარგი რეკლამა გავიკეთეთ ახლა, როგორც ყოველთვის. ეს რეკლამა არ არის რეალობა. რეალობა არის გეთახვევით, მაგრამ აი ამ ფართო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ რო იყოს ცნობილი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კოლეჯი არის მონოპროფილური, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ძალიან სიღრმისეულად დაგაქვთ შესწავლილი ეს ჩვენი კოლეჯის არსებობა და მისასალმებელია მხოლოდ და ვახორციელებთ IT მიმართულებას, როგორც არის იგივე web developer-ი, ქსელის ადმინისტრირება, ქსელების სისტემები, ინფორმაციის ტექნოლოგია, როგორც მოდულური პროგრამები, გზელვადიანი პროგრამები, ასევე ესეც უკვე 3 წელია, უკვე მეოთხე წელი არის დაინერგა და ძალიან პოპულარული არის და აქტიურად ვითარდება და ხორციელდება, ეს არის ინტეგრირებული სწავლება. სკოლის მოსწავლეებისთვის. სკოლის მოსწავლეებისთვის თუ კი ადრე იყო თქვათ წელს, უბრალოდ ჩარშა 9 კლასის შემდეგ შეეძლო ბავშვს მოსულიყო, ჩაებარებინა და გაეგრძელებინა სწავლა, დაემთავრებინა ჩვეულებრივად აიღო მას დიპლომი, რომელიც გათანაბრებული არის სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. ეხლა უკვე 10 კლასის შემდეგ არის შესაძლებელი, რადგან საბაზო განათლება გახდა 10 კლასის ჩათვლით და ამ წლიდან უკვე 10 კლასის შემდეგ მას შესაძლებლობა ექნება მოვიდეს ჩვენთან, ჩააბაროს, ისწავლოს 2 წელი და შემდეგ ამისასწავლა. ჩვენ ამ თემაზე ჯერ არ გვისაუბრეთ და ძალიან კარგია, რადგან ახსენეთ, მოდით ჩვენ მაყურებლისთვისაც, რომ ეს სიახლეა და ანუ ესე იგი უკვე წელს ჩააბარებენ მხოლოდ 10 კლასს დამთავრებული ბავშვები, რადგან საბაზო განათლება 10 კლასი გახდა. 10 კლასის შემდეგ და ისწავლიან 2 წელი, თუ კი ამდენი ხანი იყოს 3 წელი სწავლება, ეხლა მხოლოდ 2 წლის განმავლობაში. შესაბამისად გადაეწყობა, ხო? დიახ, ყველაფერი და მინდა მადლობა გადაუხადო განათლების სამინისტროს, პროფესიული დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელს და თვითონ თანამშრომლებს და ასევე უნარების სააგენტოს ხარისხის ცენტრს, რომლებაც მოახდინეს აი ამ პროგრამების განახლება, რასაც ქვია და თავიდან ჩაიშვა ეს ბაზაში. იგივე მოკლე დრო. დიახ, საკმაოდ მოკლე დროში მოხდა და რა თქმა უნდა ტიტანური შრომა ჩადო თვითონ თქვენთაგანმა და თვითონ იმ ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი და მე ერთი რამ ვიცი, რომ ეს ძალიან წაადგება ჩვენ ქვეყანას. წაადგება იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ მოვლენ და დაეუფლებიან ცოდნას, რომელიც მართლა რეალურად ცოდნის დასაუფლებლად არის და კარგად მოგეხსენებათ, რომ
პროფესიული განათლება ეს არის მოკლე გზად დასაქმებისათვის, ხო? აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ყველანაირად ხელს უწყობთ როგორც გრძელვადიან პროგრამებზე, ასევე მოკლევადიან პროგრამებთან დაკავშირებით. აი მოკლევადიანებზე მოდით სარეკლამო ჭრის შემდეგ ვისაუბროთ, ახლა სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა და ჩვენ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, დაგველოდეთ. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. New Hospital's ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს: გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospital's-ში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2-190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospital's-ი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. ორბი ჯგუფი გთავაზობთ კომერციულ ფართებს ბათუმში უკვე აშენებულ 8 სხვადასხვა პროექტში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ანიქირაოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. კომერციული ფართები ორბი სიტიში. კომერციული ფართები ორბი ბიჩ თაუერში. კომერციული ფართები ორბი რეზიდენსში. კომერციული ფართები ორბი პლაზაში. კომერციული ფართები ორბი სიტაუერში. კომერციული ფართები ავანგარდ ბაი ორბიში. კომერციული ფართები კომფორტ ბაი ორბიში. კომერციული ფართები ავენიუ ბაი ორბიში. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან იქირაოთ კომერციული ფართები წამყვან ლოკაციებზე განთავსებულ პრემიუმ კლასის პროექტებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 511 521 521 511 521 521 ან გვეწვევთ ვებგვერდზე orbi.g. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ჩვენ სტუმრებთან ერთად, ბატონი მამუკა ჯანჯალია და შოთა ბიჭაშვილი არიან ჩვენი სტუმრები ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიიდან. ბატონო მამუკა, მოკლევადიან პროგრამებზე ვსაუბრობდით. გისმენთ ყურადღებით, რა ტიპის თქვენი მოკლევადიანი პროგრამებიც ალბათ ამავე მიმართულებით არის. დიახ, უფრო ფართო სპექტრით არის მოკლევადიანი პროგრამები წარმოდგენილი, ისეთი პროგრამები გვაქვს დამატებული, როგორც არის 3D, 3D, როგორც ასეთი. ასევე გვაქვს პროგრამირების ენა Java, კლასიკური პროგრამირების ენა, გრაფიკული დიზაინი, მარკაპი, საგამოცდო საქმის ტექნიკური დიზაინერი, რომელიც ეს ახალი ჩაშვებული არის აი ამ ბადეში და საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიები არის და ეს სწავლება ხორციელდება ძირითადად იმ ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომლებიც არიან დასაქმებულები, მაგრამ საჭიროებენ შეიცვალონ პროფესია ან კიდევ აიმაღლონ კვალიფიკაცია და აქედან გამომდინარე საღამოს საათებში ხორციელდება ხოლმე სწავლება კვირაში 3 ან 4 დღის განმავლობაში. ეს ძალიან დაინტერესებს ჩვენს მსმენელს, დარწმუნებული ვარ და მოდით უფრო ჩაშლილად მინდა ამას შევეხოთ. ანუ ეს არის მოკლევადიანი პროგრამები, 2-3 თვიანი პროგრამები ალბათ ხო, ასე. 3 თვიანი პროგრამებია ძირითადად. აბსოლუტურად სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან. თქვენ ახლა რა პროგრამებიც ჩამოთვალეთ, ეს პროგრამები ბაზარზე საკმაოდ მაღალი ღირებულების არის და იაფი არ არის ნამდვილად. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამის შეთავაზება ძალიან კარგია და სწორიც მგონია და მით უმეტეს საღამოს საათებში დასაქმებული ადამიანებისთვის ძალიან მოქნილი გრაფიკით. აი კვირაში დაახლოებით მე მაგალითად რიგით ადამიანს მინდა გრაფიკული დიზაინის შესწავლა. მართლა ძალიან მინდა ამ პროგრამის შესწავლა. და აი რას მთავაზობს თქვენი კოლეჯი? მოგმართეთ, რა პროცედურები უნდა გავიაროთ და როგორ უნდა მოვხდე ამ კონკრეტული პროგრამის შესასწავლად და რა დრო უნდა გამოვყო? იმიტომ მე დასაქმებული ვარ, მუშაობ რაღაც 6 საათამდე და მაინტერესებს საღამოს საათებში თუ მექნება. საღამოს საათებში იქნება შესაძლებლობა, ეს არის საღამოს 7 საათზე იწყება სწავლება და მთავრდება ღამის 10 საათზე. ასე რომ ტრანსპორტიც მოქმედი არის და ყველანაირად შესაძლებელია რომ ადამიანს თუ კი აქვს სურვილი რომ მოვიდეს ისწავლოს ეტაპებს, რაც შეეხება რა ეტაპები უნდა გაიაროთ. თქვენ წეგანა აღნიშნეთ რომ საკმაოდ მოთხოვნადი არის და საკმაოდ
დიდი კონკურსი არის, აქედან გამომდინარე ელემენტარული ტესტირებას ვაკეთებთ, გონებრივი განვითარებიდან გამომდინარე, მოქნილობიდან გამომდინარე, თავისი ხედვებიდან გამომდინარე, ასევე გასაუბრების სახით ტარდება და ის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სურთ, რომ დაეუფლონ ამ პროფესიას და არა თუ უბრალოდ რაღაც გაიგონეს, რომ კარგი არის და იმის იქეთ არაფერი არ არის, ზუსტად აი ესეთი ადამიანები ხდებიან ჩვენთან, როცა ამთავრებენ, მინდა გითხრათ, რომ როგორც თქვენ თავიდან მებრძანეთ, ძალიან წარმატებულები არიან და ესეც ერთ-ერთი ჩვენი სარეკლამო სახეები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან. და თქვენ თუ კი გეკნებათ სული, ჩვენ მზადა ვართ, რა თქმა უნდა. სად რეგისტრირდები ესეც რო თქვა? თქვენ რეგისტრირდებით EBTM-ის ჯიზე, EBTM-ის ჯიზე, ერთიანი ბაზის მეშვეობით და შემდეგ ამისა უკვე მოგდით ჩეტყობინებები SMS-ების სახით, თუ როდის გეკნებათ გასაუბრება, როდის დაიწყება სწავლა, რა საბუთები უნდა წარმოადგინოთ, ეს ყველაფერი ხდება ელექტრონულად, ასე რომ ჩვენ ყოველთვის მზადა ვართ, სურვილები ძალიან ბევრი არიან, აი ახლაც გვექნება ალბათ თებერვლის ბოლოს გამოვაცხადეთ ის მიღებას 8 პროგრამაზე და იქიდან გამომდინარე რომ კონკურსი მაღალი იქნება ალბათ რადგან საკმაოდ პოპულარულია. ყოველთვის მზადა ვართ რომ ის საუკეთესოები ყოველთვის მოხდნენ კოლეჯში და მიტოვების კოეფიციენტი ჩვენ და საბედნიეროდ ძალიან ცოტა არის, თითქმის არ არის აი ამ პროგრამებთან მიმართებაში და მით უმეტეს ზრდასრული ადამიანები სწავლობენ და მათ ისინი გააზრებულად მოდიან და გააზრებულ არჩევანს აკეთებენ. მოდით, მაშინ გადავიდეთ უკვე მასწავლებლებზე, მით უმეტეს ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემაც სწორედ მასწავლებლებს ეხება, ვინც ამ პროგრამებს ასწავლიან. ხო, კადრები, რომლებიც ამ პროგრამებისთვის არიან. მიამაყება რომ ჩვენი კურსდამთავრებული, ჩვენი გამოცდილი და ჩვენი პედაგოგი უკვე წარმატებული პედაგოგი, რასაც ვია ბატონი შოთა ბეჭიაშვილი არის ჩვენთან. გამარჯობათ. მოგესალმებით შოთა კიდევ ერთხელ და მოდით მოგვიყევით თქვენი კარიერული ისტორია, რადგან ძალიან საინტერესოა, როდესაც ადამიანი უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ განათლებაში ხდება. თქვენ ფაქტობრივად, როგორც ჩვენ წინარე გასაუბრება გქონდა გადაცემამდე, დაასრულეთ ხომ უმაღლესი განათლება მიიღეთ და შემდეგ წახვედით პროფესიულ განათლებაში და უკვე ფაქტობრივად თქვენი კარიერაც აქედან დაიწყო. მოდით მოგვიყევით ჩვენს მენელს, მოგვიყევით თქვენი ისტორია. ბიზნესი და მართვა დავამთავრე ზოგადად და ისეთ შეგრძნება მქონდა რომ თითქოს რაღაც სარიელი ადგილები დამიტოვა. ხო, ჩემიც არ იყო და თან რაღაც სარიელი ადგილები დამჭა თითქოს შესავსები, რისი შევსების სურვილის დიდად არ მქონდა. თან ეს პროფესიაც მაინტერესებდა, ხა კომპიუტერები ბავშვობიდან მიყვარდა. შესაბამისად, როგორ აღმოჩინეთ პროფესიული განათლება? სად ნახეთ? მეგობრებმა მითხრეს სხვათა შორის მოვიდნენ ჩემთან და აი ასე მიყება ცხადდებაო, აბსოლუტურად უფასოდ არის სწავლაო. და მოდიო ერთად დავრეგისტრირდეთო და ვისწავლოთო. ესე რა თქმა უნდა. ხო, ეს უფასო და სახელმწიფოსთან საკმაოდ ისეთი სოლიდური თანხით დაფინანსება. ხო, თავიდან არც დავიჯერე სიმართლეს ვიგისტრათ, მე გადავამოწმე, მეთქი მართლა ესეა, არა, კაია. წარმოიდგინეთ, ამხელა შესაძლებლობას გაძლევენ აბსოლუტურად. და თქვენ სადიპლომო პროგრამაზე ჩააბარეთ ხომ და არა სასერტიფიკატოზე, წეგან ჩვენ საუბრობდით სასერტიფიკატო პროგრამებზე. მაშინ იყო საგნობრივი სწავლება. დიახ. ხო, მესამე დონე იყო, ასე ერქვა, ქსელები და სისტემების. არც მოველოდი სხვათა შორის ასეთ დონის სწავლება თუ იქნებოდა. არ იყო მარტივი და პირველივე გამოსვლიდან, რავი, ბავშვების ნახევარი აირიცხა. ხო. თქვენ წარმატებით დაასრულეთ ფაქტია, ხო? სიამოვნებას მანიჯერდა ნამდვილად სწავლა. როგორ გაგრძელდა ეს შემდგომი? თქვენ ვიცით, რომ ბატონო მამკა, ასეთი ტიპის ახალგაზრდები, ანუ ვისაც იტოვებთ ეს კოლეჯში, ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევები თქვენთან? ჩვენთან ვიცი რომ შოთა ამ შემთხვევაში მასწავლებლებიდან გამომდინარე ჩვენ იმით ვართ დიდარნი, რომ ფაქტიურად 70%-მდე ჩვენი კურსდამთავრებულები არიან. და ესე სპონტანურადაც არ ხდება რომ უცებ დაამთავრა და უცებ მივიღეთ, არა. ისინი შემდეგ ამისა ვითარდებიან, იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორც ასეთი უფრო იღრმავებენ თავიანთ ცოდნას და მოდიან ჩვენთან, იმიტომ რომ ფაქტიურად იწამლებიან იტვეთში, იწამლებიან და ჩვენს გარეშე. იტვეთი ესე შემოკლებული საერთი აკადემია, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია, რომელიც იტვეთად მოიხსენიება და ცნობილი არის. და თქვენ წეგანა ბრძანეთ, რომ როგორც ბატონმა შოთამ ბრძანა, უფასო კი ნამდვილად სტუდენტებისთვის უფასო არის, მაგრამ ამას სახელმწიფო აფინანსებს 100%-ით და ძალიან დიდი თანხები იხარჯება და ზუსტად ამიტომაც არის რომ ამ ქვეყანას ჭირდება, ჩვენს ქვეყანას ჭირდება კვალიფიციური კადრი. ყველაფრის მცოდნე კადრები ჭირდება და ამიტომაც არის პროფესიული განათლება დღეს მოწინავეთა რიგებში.
მოკლე ვადაში იღებენ განათლებას და შემდეგ ამისა კიდევ საქმდებიან. თუ კი ამდენი ხანი ჩვენ მივიდიოდით დამსახურებთან და ვეზებდით და ვთხოვდით რომ იქნება აიყვანოთ ჩვენი სტუდენტი, დღეს უკვე ისეთ ფუფუნებაში ვართ რომ ჩვენთან მოდიან დამსახურებლები და ვთხოვენ რომ ჩვენი კადრებით დავაკმაყოფილოთ ბაზარი ამა თუ იმ კომპანიაში, როგორც აგრეთვე სტრუქტურებში, ასევე კერძო ბიზნესში. შოთა მოდით გავაგრძელოთ თქვენი ამბავი. ანუ თქვენ დაასრულეთ ეს კონკრეტული პროგრამა. დავასრულე და იმ წელსვე მაგალითად დავიწყე მუშაობა ემიჯში და თან პარალელურად გავაგრძელე მაგალითად სწავლა მეოთხე დონე დაემატა ზუსტად იმ წელს. ამ საგნობრივი სწავლების და დავბრუნდი პლიუს კოლეჯშიც და თან პარალელურად მუშაობდი ნახევარგანაკვეთზე. რამდენად საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის ეს გამოცდილება და წარმოვიდგინეთ ახლა დილით რომ მუშაობთ 9-დან სადღაც პირველ საათამდე და მე გავიხართ კოლეჯში, საღამოს 7-მდე სწავლობთ და ისეთი დაღლილი მიდიხართ, რომ არაფრის თავი არ გაქვთ და ითიშებით მეორე დღე როდის დადგება 9 საათი, რომ ისევ სამსახურში წახვიდეთ. მთელი ერთი წელი ასეთ სიტუაციაში გავატარეთ. მაგრამ შედეგი გამოიღო. საინტერესო რო არ ყოფილიყო, ნამდვილად ვერ გავძლებდი, ხო? თუმცა პარალელურად ამ პროფესიითაც მუშაობთ, ხო? პარალელურად მუშაობდი ამ პროფესიით, თან პრაქტიკასაც პრაქტიკებიც გავიარე მანამდე, რა თქმა უნდა, სანამ დავიწყებდი მუშაობას Smart Logic-ი, იუსტიციის სახლში. ამ კომპანიაში და შემდგომ ემიში ამიყვანეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. სადაც სკოლების მოვლის თემა იყო და იქ მაგალითად მხარდაჭერის სპეციალობა საკმაოდ კარგად შევისწავლე, პრობლემების მოგვარებაში, ასე ვთქვათ. და მე როგორც ვიცი, პრობლემებს მე უგვარებდი. და მე როგორც ვიცი, თქვენ სკოლებშიც შედიხართ ამ პროგრამებით და შოთა თქვენს ქონიათ ეს გამოცდილება, ხო, როგორც ჩემთვის ცნობილია. სკოლებში შედიხართ ამ პროგრამებით. მოკლევადიანი პროგრამებით. ხო, 2 წლის წინ იყო ზუსტად, როდესაც შევდიოდი თითქმის მთელი საქართველოს მოვიცავით, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ასევე დასავლეთ საქართველოს, მთელი რეგიონებში ვიყავით ყველგან აბსოლუტურად შესულები. წელს სამწუხაროდ ამ პროექტში არ ვიყავით ჩართული, მაგრამ სამომავლოდ ვაპირებთ უკვე წელს ამ პროგრამაში აქტიურად ჩავერთვებით და იმდენად დიდი არის მოთხოვნა სკოლებიდან, რომ და მით უმეტეს კიდევ ერთი პლუსი ის არის, ალბათ თქვენ ეს უკვე ხშირად გაჟღერებული ეს ისა, რომ 40 სკოლა არის საპილოტო სკოლები არის, რომელსაც ხორციელდება ეს პროფესიული განათლება. და ძალიან წარმატებებს აღწევენ უკვე ეს მოსწავლეები და ჩვენც კიდევ პარალელურად ხელს შევუწყობთ უფრო მეტი ადამიანი რომ მოვიზიდოთ ამ პროგრამებზე. რასაკვირველია სკოლაშივე როდესაც აქვთ შეხება უკვე პროფესიულ განათლებასთან დაინტერესებაც უფრო მაღალია და უფრო მეტი მომართლება. ეს ხათაშორის აი ამ ჩვენმა სკოლებში სიარულმა და სკოლებში სწავლებამ ძალიან დიდი შედეგი მოგცა. იქნა გამომდინარე რომ იღების დროს გასაუბრებაზე რომ ვეკითხებოდით, საიდან გაიგეთ, როგორ გაიგეთ, თქვენ ჩვენთან იყავით სკოლაში შემოსული და სწავლობდით იმ ჯგუფებში, რომელსაც თქვენ ახორციელებდით და ესეც ერთ-ერთი სტიმული არის, რომ სიღრმისეულად გაანალიზონ ბავშვებმა და რომ დაამთავრებენ უკვე სკოლა იქნება თუ 10 კლასის შემდეგ იქნება, გააზრებულად მოდიან. მათმა იციან თუ რა უნდათ და რა არჩევანი უნდა გააკეთონ და ეს ძალიან წინათას გადადგმული ნაბიჯია და მივესალმები და ვინც კი არიან ამ პროექტში ჩართულნი, გავიცი მე იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება და უფრო კარგი შედეგები დაიდება, რომელიც კაფიოდ იქნება უკვე იქ განცალკავებული ყველასაგან რა. ყველას ეცოდინება თუ რა გზა უნდა აირჩიოს ამა თუ იმ პროფესიის არჩევაში. კი, მით უმეტეს ინტეგრირებული განათლება უკვე სკოლებში დაინერგა სექტემბრიდან და ამანაც რასაკვირველია მისცა ბიძგი პროფესიულ განათლებას. შოთა, აი ბატონო მამუკავს ახლა მაგალითები მოყავს, როგორ ვითარდება ხო ეტაპობრივად რა სიახლეების შემოდის და ეს როგორ წინ წევს და პროფესიულ განათლებას. თქვენი დაკვირვებით ახლა უკვე მრავალი წელია მასწავლებლად მუშაობთ, ხო? კონტინგენტი როგორი მოდის, უფრო მეტად აქვთ გააზრებული, სად მოდიან თუ თქვენ როგორც ახსენეთ, მე რომ მივედიო თავიდან მოლოდინი არ მქონდაო, რომ ესეთი მაღალი დონის სწავლება იქნებოდაო. აი ეს რამდენად არის გაზრდილი ამ კუთხით? ეხლა უყურეთ როგორ არის საქმე, ზოგადად ეს პროფესია მუდმივად იზრდება ყოველ 3 წელიწადში, შეიძლება საერთოდ შეიცვალოს ის კონკრეტული საქმე დღეს რომ ასე კეთდება და უშუალოდ 3 წელიწადში საერთოდ სხვანაგვარად შეიძლება იყოს.
ნუ გამოდის ახალი ტექნოლოგიები და შეიძლება საერთოდ ახლებურად იყოს ყველაფერი. გადასახედი იყოს. ხო, შესაბამისად მასალას ვცდილობთ რომ ყოველთვის ახალი იყოს, ძირითადად Cisco-ს მასალითაც ვასწავლით, ნუ IT Essential-ი, Cisco CCNA, ცოტა CCNP-დანაც არის, გააჩნია ნუ რომელ მაგალითად კურსზე მოხდება. კი ბატონო. ხო. ზოგადად აქედან ისეთი ცოდნით მიდის, რომ ძირითადად უფრო პრაქტიკული ნაწილით შევსება უწევს. დანარჩენი ძირითადად იმაზე მეტი აქვს ხოლმე ცოდნა ვიდრე სჭირდება. სიმართლე რომ თქვა, თითქმის ნებისმიერ კომპანიაში იმის 30% თუ დაჭირდება, რასაც სწავლობს. მაგრამ ნუ ყველა სხვადასხვა სტილის კომპანიისთვის მზად უნდა იყოს კადრი შესაბამისად. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მივცეთ შესაძლებლობა რომ ყველაფერი აითვისოს. დანარჩენი უკვე კონკრეტულად სტუდენტზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ თვითონ პროფესიაც როგორც ასეთი მოიცავს თვითგანვითარებაზე არის ორიენტირებული პირველ რიგში. ამიტომაც ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დამოუკიდებლობა მივცეთ. ანუ ისე კი არა ჩვენ გასწავლით, არა თქვენ სწავლობთ და ჩვენ გეხმარებით სწავლაში. აი ასეთ მიდგომაზე ვართ უფრო ორიენტირებული. დიდი მადლობა. ბატონო მამუკა, რადგან დასაქმებისკენ წავედით, მოდით დასაქმების მაჩვენებელზეც რომ ვთქვათ, ერთი-ორი სიტყვა სტატისტიკურად აი როგორ შეაფასებთ, რა შეფასებას მისცემთ, როგორ გაიზარდა ეს მაჩვენებელი და თუ გაიზარდა პირველ რიგში. ხო, ნუ ეხლა მოგეხსენებათ ჩვენი პროფესიები, ისეთი პროფესიებია, სადაც არა მარტო ვთქვათ კომპანიებში საქმდებიან, არამედ ფრილანსერებად არიან დასაქმებულები, თვით დასაქმებადიც არის ამავდროულად, იგივე ვთქვათ ვებ დეველოპერის კუთხით რო წავიდეთ და მინდა აღნიშნო ეს თითოეული ჩვენთაგანისათვის, ჩვენი კოლეჯის თითოეული თანამშრომლისათვის ნამდვილად საამაყო არის, რომ 100%-მდე გვაქვს დასაქმების კოეფიციენტი. 98-100% აი ამ ციფრაში მერყეობს და ეს არის ჩვენთვის რა ვიცი, ალბათ შედეგი რომელიც შედეგისათვის ჩვენ ვიბრძვით. კოლეჯი როგორ უწყობს ხელს ამაში ახალგაზრდებს? ნუ იგივე დამსახურებთან არის შეხვედრები, თვითონ დამსახურებები გამოხატავენ ჩვენთან შეხვედრას, მოდიან, ჩვენი პედაგოგებიც ესწრებიან, რა თქმა უნდა, აი ამ შეხვედრებს და აანალიზებენ და შემდეგ ამისა სიღრმისეულად გადასცემენ ჩვენ სტუდენტებს თუ რა ფუნქცია მოვალეობები ექნებათ რომ დაიწყებენ მუშაობას. თვის განმავლობაში 2-3 კომპანია აუცილებლად მოდის. და აი რეზერვს აკეთებენ ფაქტიურად, რომ აი ეს სტუდენტები როცა დაამთავრებენ, რომ ჩვენ წავიყვანოთ. კარგია ეს კონკურენცია, უკვე ბიზნესებს შორის წავიდა კონკურენცია კადრების მიზიდვის მხრივ, იმიტომ რომ დღეს ყველას ჭირდება პროფესიონალი კადრი, რომელსაც როგორც ბატონმა შოთამ აღნიშნა, მხოლოდ შეიძლება 10% სწავლება მოუწიოს, თორემ დანარჩენი სიღრმისეულად მას გათავისებული აქვს ის ცოდნა, ის უნარები ყველაფერი აქვს და მიდის კომპანიაში, რომელსაც მეშვიდანაც მას შეუძლია რომ გამართულად აამუშაოს ესა თუ ის კომპანია, ხო? აქედან გამომდინარე დამსახურებთან შეხვედრები ყოველთვის არის აბსოლუტურად იგივე თუ კი ვინმეს აი მართალია რომ ვერ ვასწრებთ ხოლმე მემორანდუმების გაფორმებას და ხშირად გთხოვენ ხოლმე მემორანდუმები წარმოადგინეთო, მაგრამ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც მოდიან დამსახურები და მომენტალურად ხდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ამას აღრიცხვას ვაკეთებთ და ყოველთვის აგვაქვს კონტაქტები და ურთიერთობა იმ ადამიანებთან. შეიძლება დღეს არ აგვაქვს მემორანდუმი გაფორმებული, ხვალზე აუცილებლად გვექნება. ასე რომ წარმატების ფორმულას ჩვენს თავებში პოულობთ თვითონ ჩვენი პედაგოგებიდან გამომდინარე და პირველ რიგში ჩვენი სტუდენტები, რომლებიც მართლა ჩვენი სარეკლამო სახეები არიან და როგორც ბატონმა შოთამ ბრძანა, რომ მეგობრებმა მითხეს, რომ ამ კოლეჯის შესახებოდა ის მოლოდინი, რომელიც ჰქონდა უფრო და უფრო ალბათ არ შევწდები თუ ვიტყვი, რომ მოლოდის გადააჭარბა, რა მოლოდინებიც ჰქონდა, იმდენად კარგი სპეციალისტი გამოვიდა და უარი თქვა იმ ძირითად პროფესიაზე, რასაც ბიზნეს ადმინისტრირებაა და დღეს ჩვენი წარმატებული პედაგოგია არის და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო არა მარტო ბატონ შოთას, არამედ მთელ იმ კოლექტივს, იმ გუნდს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ერთად დგევათ და ერთად ვმუშაობთ და ვდებთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სარგებელის მომტანი.
ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი დროც სამესობაში ამოიწურა. აქვე დაგემშვიდობებით. ჩვენ მსმენელს კი შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიიდან, მისი ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ჯანჯალია და პროფესიული მასწავლებელი შოთა ბიჭიაშვილი. მე კი დაგემშვიდობებით. მომავალ 4 შაბათამდე 19 საათსა და 10 წუთზე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა თქვენ, რომ ესე გვიდგეხართ გვერდში მთელ პროფესიულ განათლებას და იმედია რომ თქვენს ამ რჩევებს გავითვალისწინებთ და ყოველთვის გამომართოთ თქვენს იმედებს. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა. გემშვიდობებით. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. მიიღე გარანტირებულად დაბალი ფასები მედიკამენტებზე PSP-ში ყოველ დღე.